ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით დღევანდელ ეპიზოდში, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებზე საქართველოში. და დღეს ჩვენ გვაქვს ესეთი ამბავი, რომ ბებიამ თავპირში ურტყა შვილიშვილს 1 თუ 2 წლისას TikTok live-ში. რა თქმა უნდა ძალიან მძიმე შემთხვევაა და დიდი მადლობა პოლიციას რომ ცხელკვალზე მოხდა ამ ბებიის აყვანა, ამ ჯალათი ბებიის დაკავება და მან ვეღარ შეძლო და ვეღარ ურტყა თავპირში სხვა მცირეწლოვან ბავშვებს. არა მე Full energy მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სპონსორი, რომელიც მაძლებინებს საქართველოში ცხოვრებას და მე არ ვფიქრობ არც ერთი წამით რომ სადმე სხვაგან გადავიდე საცხოვრებლად, რადგან მე საქართველოში მაქვს full energy. უღრმესი მადლობა მათ დასპონსორებისთვის ჩვენი გადაცემის. მოკლედ, ვნახოთ ჯერ ვიდეო, ვისაც ნანახი არ გაქვთ, რომ თქვენც იცოდეთ რა ხდება ზოგადად საქართველოში და საქართველოს TikTok live-ში. არ ზუზუანი ცალას ნაცი არ გადამოდიო. და ოიას გახარით არა. უზრდელი ბიჭი, რატო დააქცია საჭმელი? ხას უხვაპური არიან აკრება და შენ საჭმელს აქცევ. არა, აქ იჯდე. ანუ ჯერ შესავალი რომ გავაკეთოთ, ქალბატონი ეუბნება და უხსნის ბავშვს რომ ხალხს ლუკმაკური ენატრება და შენ საჭმელს აქცევ. ანუ უკვე ერთი ფაქტი გვაქვს ქალბატონის სასარგებლოდ, რომ ქალბატონმა საჭმელი მიაწოდა და მეორე პირმა ეს საჭმელი ააყირავა. ვისკენ ხართ ეხა? აი წარმოიდგინეთ, რომ შენ ადამიანს აწვდი საჭმელს, აი მაგალითად შეყვარებულს აწვდი საჭმელს, რომ აი საყვარელო ეს მოგიმზადე და იზუძებ აყირავებს აქედან. ვისკენ ხართ? რა თქმა უნდა, ვინც საჭმელი მოამზადა, ხო? აბა ამ ბებიას რატო ვამტყუნებთ? მესმის რომ ბავშვი 1 წლისაა და ხელებს უბრალოდ იქნევს, მესმის, მაგრამ 1 წელი ცოტა დროა იმისთვის რომ გაიზარდო, რომ მიხვდე როგორ არის ცხოვრება მოწყობილი. 1 წელში ადამიანს შეუძლია გიტარაზე დაკვრის სწავლა და ანუ საჭმლის ჭამის სწავლა არ შეუძლია? ანუ ეს ბავშვი ჩემი აზრით არის გასაშვები გლდანის ციხეში. ან ალკატრასზე, აი ალკატრასზე უნდა გაუშვათ, დავკეტოთ იქ, რომ სინათლეც ვერ ნახოს. ანუ ადამიანმა მოუმზადა საჭმელი და ამ ადამიანმა, ამ პირმა ააყირავა ეს საჭმელი. უკაცრავად ეს რა საქციელია? ანუ მეთანხმებით თუ არა, რომ ეს ბავშვი არის გასაშვები გლდანის ციხეში. დაწერეთ კომენტარებში. ეს ბავშვი გახლავთ უმადური და უკაცრავად ბავშვი, ანუ ბავშვობა როდის მთავრდება? ანუ 1 თვე ვიცადეთ, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12 თვე ვეცადეთ, რომ ბავშვისთვის გვესწავლებინა კულტურა და ბავშვი კიდე აყირავებს საჭმელს. რამდენი ხანი ვუცადოთ უკაცრავად? ანუ ბავშვი არის უკვე 365 დღის, ანუ 365 წარმოგიდგენიათ რამდენი? აი ეს არის 1, ეს არის 2. ეხა ეს წარმოიდგინეთ 365 ცალი. ბავშვი ამდენად გაზრდილია და კიდევ აყირავებს საჭმელს. რა თქმა უნდა, ჩვენი გადაცემა არის ბებიისკენ, ჩვენი გადაცემა არის პრო ბებია და ჩემი აზრით ეს ბებია უნდა იყოს შსს მინისტრი. ჩემი აზრით ეს ბებია უნდა მიუშვათ, როცა ტერორისტებს დავიჭერთ და ამან დაკითხოს ტერორისტები, რომ ეს
მანიქაში ან ბრინჯის ქაში აჭამოს, ბრინჯის ქაში უშაქრო. აი იმენა უგემური ბრინჯის ქაში აჭამოს, ცხელი გავარვარებული და იტყვი ხა ვინ მოაწყო ჯონ ეფ კენედის მკვლელობა, ზვიად გამსახურდია ვინ მოკლა. და ამ ბრინჯის ქაშს რო აჭმევ უშაქროს და უმარილოს, ან ცოტა მარილიც რო არ აქვს. მითხარი ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია და ბრინჯის ქაშს რო ჭამე. ანუ უნდა გამოვიყენოთ ესეთი ნიჭი, მეგობრებო. ასე რომ თავრობას მიუმართავ, რომ ეს ქალბატონი დავასაქმოთ და არ დავიჭიროთ. ძალიან გთხოვთ. იმიტომ რომ გავაგრძელოთ მოკლედ. აი ასე იჯდები და დახვდები დედაშეს, არა. არავითარ შემთხვევაში, არა. არავითარ შემთხვევაში შენ ჯინს არ გავიტან, არა. აი აქ უნდა იჯდე ასე. შენ ჯინს არ გავიტანო, მოკლედ ეს ქალბატონი, 70 წლის ქალბატონი ეუბნება 1 წლის ბავშვს. ანუ რა თქმა უნდა ქალბატონო? 1 წლისამ თუ საჭმელი გადააყირავა, 2 წლის რო გახდება იქნება, რა ვიცი, საქართველოს ბანკის ფილიალი გაიტანოს. 3 წლისამ იქნება სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს. 4 წლისამ იქნება ადამიანები დახოცოს. ამაზე ვუფიქრდებით ყველა და ეს ქალბატონი გვიცავს ამ ყველაფრისგან, რომ 1 წლის ბავშვს სახეში უთხაპუნებს. ასე რომ დიდი მადლობა ამ ქალბატონს, რომ ესა გვიცავს ყველაფრისგან. გავაგრძელოთ ვიდეოს ყურება. და რა დახვდე დედაშეს. სოდვა ბავშვი. დედაშეს შეთვისოდე და გამოხვიდოდი. და ხუი ხენი ახლა აქედან. ეს რა? ნელ-ნელა უფრო რთული ხდება ამ ქალბატონის დაცვა, მაგრამ ეხა ანუ ქალბატონს რეალურად ნერვები მოუშალეს ეხა. მესმის რომ თქვენ იტყვით რომ ბავშვის წინაშე როგორ იგინებაო, რომ ესეთი სიტყვები როგორ შეიძლება უკაცრავად ბავშვს არაფერი ესმის. გესმით ეგ თქვენ? ეხა თვითონ ქალბატონი ჯალათი ბებია იტყვის რომ ბავშვს არაფერი ესმისო, გინებები არ ესმისო, მაგრამ მე თქვენ დასვამ მკითხავს რომ თუ არაფერი ესმის, აბა რაღაც უხსნიო რომ მოდი შემოვხედე საჭმელი ჭამეო და მე რაღაცე ურტყამო. მაგრამ თქვენი რა საქმეა უკაცრავად? ანუ ესე ვართ გაზრდილები ქართული. ჯერ ერთი ბებია ჩემზე რო ვისაუბრო, ეხა ბებია ჩემი ეხა ამ ვიდეოს უყურებს ქვემოდან და იცინს რომ რაზე იჭერენ ხალხსო, რაზე იჭერენ ბებიებსო. ბებია ჩემი, მე კი არა, მთელ სკოლას ურტყამდა, სკოლებს სხვათ შორის, ანუ მე დააწინაურეს, ვაფშე დააწინაურებდნენ და ბებია ჩემი ითვლებოდა აი ტოპ მასწავლებლად და ტოპ აღმზრდელად. რატომ? გგონიათ თავის საქმის პროფესიონალი იყო? არა, თავის საქმის პროფესიონალი მართლა იყო, მაგრამ მაგიტომ არა. იმიტომ რომ ყველას თავპირში ურტყამდა. თქვენ წარმოიდგინეთ 2000-იანების ჯერ ვარანცოვზე იყო მასწავლებელი და მე ვარკეთილში იყო ისა დირექტორის მოადგილე. და ანუ ბავშვებს 12 წლის ბავშვებს რო დანები დააქვთ, რაღაცა იარაღები ერთმანეთს ტუალეტში ესვრიან, რომ ბუმ ვიზე თქვი რომ გაკვეთილი არ მოგიციათო მასწო, შენ მოკვდი ბა და ესეთი ბავშვებს მიდიოდა ბებია ჩემი და თავპირში ურტყამდა. და ბებია ჩემი ითვლებოდა მაგარ მასწავლებლად ძმაო. და მაგარ აღმზრდელად და მშობლები მოდიოდნენ და რაღაც ბამბანერკები და კონიაკები და რაღაცები მოქონდათ ბებია ჩემისთვის და მადლობას უხდიდნენ რომ მე როგორი კარგი ბიჭი გამიზარდეთ და რაღაცა ბებია ჩემი იასნა არ გაიზრდებოდა და მაგას მოდი გამზდელს და რაღაცა ეგეთებს ებაზრება და იქ დედმამა ზის და დიახ და კონვერტით აწვდის იმას ქრთამს რომ მადლობა ატესტატისთვის. რეალურად ეგეთი ცხოვრება იყო. ანუ რატო გვიკვირს ეს ყველაფერი? არა, მესმის რომ ეხლა
მართლა არ ვღადაობ. გეფიცებით, ბებია ჩემი სულს გეფიცებით, თუ ვღადაობდე. ბებია ჩემი მაგიტო ითვლებოდა მაგარ მასწავლებლად, რომ ყველას აიმინა ესე ურტყამდა. რომ მოდიოდა ხოლმე ქუსლებით ბუმ 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 რო ტუალეტში ვინ რასაკეთებს? ამ ტუალეტში 10 კაცი დგას, 14 წლის ბავშვია, მაგრამ 14 წლის ყველა ბავშვს აცვია რაღაცა შავები ზემოდან, ქვემოდან რაღაცა ლევისი 501-ები, რაღაცეები, ყველას დანებით აქვს ავს და ბებია ჩემი შედის ტუალეტში. ახუიო. ხა ყველა და მაგას პატივს ვცემ, მაგარი ქალობა ითვლებოდა რა და მაგარი მასწავლებლობა ითვლებოდა. ამ ქალს რატო არ ვცემთ პატივს უკაცრავად? რეალურად ეგეთი ცხოვრება გვაქვს ყველას გამოვლილი და ამ ქალბატონს რატო არ ვცემთ პატივს? დიახ, თავპირში ურტყა 1 წლის ბავშვს. დიახ, ნუ ბებია ჩემი 14-15 წლის ბავშვებს ურტყამდა, მაგრამ ამ ქალბატონმა თავიდანვე დაიწყო. 15 წლის რო გახდება ეს ბავშვი, მე რო დააშავოს რამე დანა რო წაიღოს სკოლაში, სიგარეტი რო წაიღოს, ან პლანი, ან ანაშა რო გაიკეთოს, მე რასაკეთებთ? ასე რომ თავიდანვე უნდა ვურტყათ ბავშვებს. 1 წლის ბავშვს ეუბნები, შეჭამამ ბრინჯის ქაშს, არ შეჭამ, სახეზე გადავასხათ. მეორე დღე მოდის, ეს ბავშვი გაწილებული სახე დამწვარი დაბუბკული, ისევ ტირის, გლდანის ციხე. წახვალ გლდანის ციხეში ყველა ვინც მანიქაშას არ შეჭამთ. ვისთვის მოამზადეს ეს მანიქაში? მანიქაში ბუჭდება, იცით რა ღირს? 40 კაპიკი ღირს. 40 კაპიკი ვისთვის გადავიხადეთ თუ მანიქაშს არ ჭამს ეს 1 წლის ბავშვი. უნდა აუხსნათ. არ ესმის, უნდა ჩავარტყათ. ისე ვერ გაიგებს მუცელში. ისე ვერ გაიგებს ხელები დაუსეროთ და მარილი მოვაყაროთ. ასე რომ თითოეულ 1 წლის ბავშვს მოგმართავთ. თქვენ თუ მანიქაშს არ შეჭამთ, იცოდეთ ყველას ასეთი ბედი გელით. მანიქაში ჭამეთ, ჩემი არხი გამოიწერეთ 1 წლის ბავშვებმა. ფული ჩამირიცხეთ აქ 1 წლის ბავშვებმა. თორე მანიქაშს უსახეზე გადაგიხსნით.